ეთერშია საქართველოს საპატრიარქოს რადიო ივერია. FM 105 და 5-ზე. მოგესალმებით ძვირფას რადიო მსმენელებო, გთავაზობთ საუბრებს სტუდიაში. მიილია 2025 წელი და ბევრი ვიფიქრე თუ რა შეგვეთავაზებინა თქვენთვის საახალწლოდ და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ შემთხვევაში თქვენთვის ის ხმები მომესმენინებინა, რომლებიც ჩვენი ცხოვრების უმთავრესი ნაწილია, ჩვენი მომავალია. მე ბავშვებს გულისხმობ. და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ლიტერატურულ კლუბ ნაკადულის წევრები, მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასელები, ტატო ბაიდაშვილი, თაზო გოგალაძე, მარიამ ნიაზაშვილი, ლოლი ყაზიშვილი, ანდრია ქუმელაშვილი და სესილი სადღობელაშვილი. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში მუშაობდით ერთად, ბევრი წიგნი წავიკითხეთ, ქართველი და უცხოელი ავტორები, ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ, ვხატეთ, ვწერეთ და შევეცადეთ, რომ საახალწლოდ ჩვენც ერთგვარი ჩვენი შრომის ნაყოფი შეგვექმნა და გაგვეზიარებინა თქვენთვის. მათ ჰქონდათ ასეთი დავალება, რომ უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხვდებოდნენ ძველად საქართველოში შობა ახალწელს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დამეთანხმებით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და საინტერესო საქმეა ზოგადად ადამიანისთვის და ბავშვისთვის მით უფრო. მოძიება, აღმოჩენა, ახალი ცოდნის გაზიარება, ახალი ინფორმაციის მიღება, მით უფრო დღევანდელ დღეს, როდესაც ხელის გულზეა ყველა ინფორმაცია და არც ისე ბევრი ძებნა არ არის საჭირო ამისთვის. და მათ ჰქონდათ არაერთი რესურსი, წიგნები იქნებოდა ეს, ინტერნეტი იქნებოდა თუ ხელოვნური ინტელექტი იქნებოდა და შექმნეს პატარ-პატარა ტექსტები და გაგიზიარებენ ისინი თავიანთ პაწაწინა მინიატურებს, ჩანახატებს იმის შესახებ, თუ როგორ ხვდებოდნენ საქართველოში ძველად შობა ახალწელს. მათ სხვადასხვა კუთხე აირჩიეს, ძირითადად ყველამ ის კუთხე, საიდანაც არის წარმოშობით და თხოვნა იყო და მათი სურვილიც იყო, რომ ამ ინფორმაციის მოძიების პროცესში ჩართულიყვნენ მათი მშობლებიც, მათი ბებია ბაბუებიც, რადგან არაფერია იმაზე უფრო სახალისო და იმაზე უფრო ნამდვილი, ვიდრე უშუალოდ პირველ წყაროსაგან ამბის შეტყობა, მით უფრო რომ ჩვენს ბებია ბაბუებს ჯერ კიდევ აქვთ შემორჩენილი ის ცოდნა, რომელიც ნელ-ნელა გვიქრება ხელთ ამ ინფორმაციის ჭარბ ნიაღვარში და ძალიან კარგია თუ ჩვენი ახალგაზრდები მუდმივად დაინტერესებულნი იქნებიან ხოლმე ამ ამბების მოძიებით, შემონახვით, დამახსოვრებით, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი საბოლოოდ ჩვენი კულტურული მეხსიერებაა. მაშასე ტატო, თაზო, მარიამი, ლოლი, ანდრია და სესილი გიამბობენ ჩვენი ქართული საახალწლო ტრადიციების შესახებ. აჭარა. საახალწლოდ აჭარელი თავქვეშ მჭადის ნატეხს ამოიდებდა, რომელიც დილით ადრე მამბლის ყივილამდე უნდა შეეჭამათ. ოჯახი ერთად იკრიბებოდა, ამზადებდნენ სირსველს ნივრითა და ნიგვზით შეკაზმული სიმინდის კერძს, რომელსაც უცხოს არ აჭმევდნენ, რათა ოჯახთა ბარაქა არ გასულიყო. სვანეთი. სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა და ახალი წლის ტრადიცია ამ კუთხეში განსაკუთრებულია. სვანები დღესაც უმეტესად ძველით ახალი წელს ზეიმობენ. ამ დღეს სვანურად ზუმხა ჰქვია. ოჯახის წევრები აცხობენ სომეულს, მათ შორის ყველაზე დიდ პურს ჯვარს დაასვამენ. საახალწლოსანო ვაგეს გიდელში მოათავსებენ და სახლის კარზე ჩამოკიდებენ, რომ როცა მეკლე მოვა, ყველაფერი მზად დახვდეს. სამეგრელო. სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს კალენდა ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან. სამეგრელოში ახალ წელს დილა ადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს სახლიდან გარეთ გადიოდა ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შედიოდა, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს რიქვე მიუდგამდა და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც ელაგა, ღორის თავი, ბასილა თავისი ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეული დააბერებდა. საუზმის შემდეგ კი იწყებოდა თუთის წნელებით საახალწლო მილოცვები. ასევე სამეგრელოში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მეკლეს.
და მას დიდი სიფრთხილით ირჩევდნენ. ოჯახის საგულდაგულოდ ემზადება მის დასახვედრად. იმერეთში ახალი წლის ღამეს შაქრის ნატეხს თავქვეშ ამოიდებდნენ. სუფრაზე უნდა ყოფილიყო ღვინო, თაფლი და პური. იმერული სამზარეულო მრავალფეროვანია და ეს ახალი წლის სუფრაზე ჩანს. ხორცეული და ცომეული, ტკბილი კვერი, გოზინაყი და ჩურჩხელები, ეს ყველაფერი ლამაზადაა გაშლილი. ოჯახის უფროსი ამ ყველაფერს ერთ ხონჩაზე დადებდა და სუფრას სამჯერ შემოულიდა. ყოველ ჯერზე ღმერთს შეწყალებას და ბარაქას თხოვდა. ეს ტრადიცია ზოგიერთ სოფელში დღემდე შემორჩენილია. კახეთი. დედაჩები კახეთი დადაა. მისგა გამიგია, რომ საახალწლო სუფრას მთელი ოჯახი ერთად ამზადებდა. აუცილებელია ჩურჩხელა და გოზინაყი, ასევე ღვინოც. კახეთი ხომ ღვინის სამშობლოა. როცა მეკვდე შემოვა, მასპინძელი მას მრავალჟამიერით შეეგებება. გურია. გურიაში ისევე როგორც სამეგრელოში, შობა ახალ წელს კალანდობას უწოდებენ. ახალ წელს აუცილებლად დაკლავენ ღორს, აცხობენ გრულ ღვეზლს და ნაზოგს, ყველა ოჯახში იკეთდება ჩიჩილაკი. მეკვდე გათენებისას ჩიჩილაკით ხელში მიდიოდა, მასპინძელი შეეკითხებოდა. რა მოგაქვსო და მეკლეც ამჯერ ჩამოთვლიდა, რაც კალათაში ედო. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში, აი ლიტერატურული კლუბის ფარგლებში, არაერთი წიგნი წავიკითხეთ. ბევრი ვიფიქრეთ პერსონაჟებზე, მოვლენებზე, რომლებსაც მხატვრული ლიტერატურა გვთავაზობს. ვიფიქრეთ იმ სინამდვილეზე, რომელიც ამ წიგნებშია და ზოგჯერ იმაზე უფრო ნამდვილია ხოლმე და იმაზე უფრო გულში ჩამწდომი, ვიდრე შესაძლოა იყოს ეს ჩვენს მიერ თვალხილული, ჩვენი გარემომცველი სამყარო. აი ამ ყველაფერმა ბავშვებში გააღვივა კიდევ უფრო მეტად მგრძნობელობა. აი მათ გარშემო არსებული მოვლენების მიმართ, ადამიანების, მათი თანატოლების მიმართ. ალბათ ლიტერატურის უმთავრესი დანიშნულებაც სწორედ ეს არის, რომ სიტყვის მეშვეობით ის ნერვი აატოკოს, ის შეგრძნებები გააღვიძოს და გააღვივოს ადამიანში, რომელიც მას კიდევ უფრო უკეთეს ადამიანად აქცევს. აი ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც დავფიქრდით საახალწლო დღეებზე, შობის მოლოდინზე, ვთხოვე მათვე აერჩიათ თუ ვინ იქნებოდა მათი საშობაო მისალოცი წერილების ადრესატი. და ყველამ რატომღაც ის თანატოლები აირჩია, რომლებსაც სხვადასხვა ვითარების გამო არ აქვს საშუალება ჰქონდეს შობის საჩუქარი თუნდაც. იქნება ეს ომი, იქნება ეს დევნილობა, იქნება ეს სიღარიბე თუ სხვადასხვა. და ძალიან გამეხარდა, რომ მათში ეს ადამიანური თანაგრძნობა, თანალმობა, ემპათიასაც ეძახიან ამ სიტყვას დღეს, რაღაც ესეთი პოპულარული სიტყვა. ეს ყველაფერი ასეთი ცოცხალია და ამ ყველაფრის გაღვივებაში მათ სწორედ ლიტერატურა ეხმარება. მაშასე ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი პატარა სტუმრები კითხულობენ თავიანთ მისალოც საშობაო ტექსტებს, რომელთა ადრესატებიც თვითონვე აარჩიეს. მე ვლოცავ ახალ წელს, ყველა იმ ბავშვს, რომლებსაც დედ-მამა არ ჰყავთ. მათთვის ეს 2026 წელი იყოს ბედნიერების და სიხარულის მომტანი. დიდი სიყვარულით ანდრიასგან ყველა უბოლ ბავშვს. მე ყველას უსურვებ კარგ ახალ წელს. ყველა მინდა იყოს ხიარული, მთელი ცხოვრების მანძილზე, ყველა სათამაშოები ქონდეს და თოვლი წამოვიდეს. მე ლოლი მქვია და შობა ჩემი საყვარელი დღესასწაულია. რომ შემეძლოს ყველა ბავშვს ვაჩუქებდი ისეთ სიხარულს, როგორიცაც ჩემი გულია სავსე. ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს. მე ვარ მარიამი და შობის წინ ხშირად ვფიქრობ იმ ბავშვებზე, რომლებსაც ძალიან უჭირთ და არავინ არაფერს ჩუქნის. და მე მინდა 2026 წელი მათთვის მოულოდნელი სიხარულის და სიკეთის წელი იყოს. მე ყველაფერი მაქვს, რომ ვიყო მხიარულად და მქონდეს სავსე ცხოვრება. მე ამისთვის მადლობელი ვარ და მინდა ობოლ ბავშვებს დავახმაროთ, რომ მათ ახალი წლით ისიამოვნონ. გამარჯობა, მე ვარ თაზო და მე მინდა მოწყენილ ბავშვებს ვაჩუქო ლამაზი შობა. ჩვენ კიდევ ერთი საჩუქარი მოგიმზადეთ, ტატომ, თაზომ, მარიამმა, ლოლიმ, ანდრიამ, სესილიმ და მე.
ჩვენ ავარჩიეთ ერთი არაჩვეულებრივი პაწაწინა საშობაო მოთხრობა, რომელსაც ქვია ზღაპარი შობის ვარსკვლავზე და ამ მოთხრობის ავტორი გახლავთ უკრაინელი მწერალი ნატალია ტროხიმი და ეს ტექსტი თარგმნა მარიამ ციკლაურმა. მაგრამ ვიდრე ბავშვები ამ ზღაპარს წაიკითხავდნენ, მეც მინდა ერთი ჩემთვის ძალიან ძვირფასი საყვარელი წერილიდან წავიკითხო ფრაგმენტები. ეს წერილი ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას და ის 1890-იან წლებშია დაწერილი და მას საახალწლო ფიქრები ჰქვია. და მინდა რომ მეც ამ სიტყვებით მივულოცო ჩემს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს, თითოეულ თქვენგანს. ეს ახალი წელი და ეს ენერგია, რა ენერგიაც ამ სიტყვებში, ამ წერილშია, ჩემს თავშიც გავატარო და თქვენც გაგიზიაროთ. ვაჟა-ფშაველა, საახალწლო ფიქრები. ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინის საუკეთესო მერმისისა. უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოვალით რასმე კარგს. ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვიმატებს. ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს. კაცი, რომელიც ხვალინდელი დღისაგან არაფერს მოელის, გადუწყვეტია იმედი ცოცხალმკვდარია. ის ცოცხლებში ჩასასვლელი არაა. ყოველ მის საქმეს, მოძრაობას და მოქმედებასაც არ აქვს შნო, არ აქვს ლაზათი. იმას არც თავმოყვარეობა აქვს, არც სხვის სიყვარული შეუძლიან, არც საქმისა, აკლია მხნეობა. საბრალოა ქვეყანა, საწყალია ის ერი, რომელსაც დაუკარგავს იმედი ხვალინდელი დღისა, საუკეთესო მერმისისა. თამამად ვიტყვი, რაც უნდა დაბეჭავებული იყოს ერი, რაც უნდა გასაწყლებული, თუ საუკეთესო მერმის მოელის და არ გადუწყვეტია იმედი და არ ფიქრობს, ეგ არის ჩემი საქმე მორჩომილია დაღუპული ვარო, ის ერი არც დაიღუპება, არც მოკვდება. ამ ახალი წლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველა მოინანიოს წარსულის წრის შეწოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახლის ძალით, ხნეობით, გულწრფელად და ჩავეჭდიოთ ღრმად გულში ეს მცნება, საცავ ცხოვრობთ და რომელ ქვეყნის შულებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაჯდოობთ. იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალღონის დაგვარად რაც კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს ეკონომიკური, ზნეობრივი, პედაგოგიური, ლიტერატურული და სხვა. თუ ჩვენთვის და ჩვენის ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენ საკუთარ შინაურ საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისათვის სასარგებლონი ვიქნებით. თუ არა და ტყუილი მოწდენაა, ამაო შრომაა, ვინც იმას ამბობს, კაცობრიობას უნდა ვარგოვო და ეს სარგებლობა ჯერ თავის ძმებისთვის ვერ მოუტანია, თავის ქვეყნისთვის, რომელიც ღვიძლიშვილია, რომლის ავიდა კარგი ესმის. და თუ არ ესმის, თავის შინაობის ავიდა კარგი, ის სხვისას როგორ გაიგონებს და მოშა სადამე ან რას არგებს. ვაჟა-ფშაველა, საახალწლო ფიქრები. ახლა კი ძვირფასო რადიო მსმენელებო, გთავაზობთ ლიტერატურულ კლუბ ნაკადულის მოსწავლეების მიერ წაკითხულ ზღაპარს ზღაპარი შობის ვარსკვლავზე. ავტორი გახლავთ ნატალია ტროხიმი, ტექსტი თარგმნა მარიამ ციკლაურმა. მე კი გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, სიკეთის, სიხარულის, ურთიერთ შენდობის, ურთიერთ სიყვარულის და საქართველოს გამთლიანების საწინდარი წელი იყოს ეს ახალი წელი. მე გემშვიდობებით და გიტოვებთ ზღაპარს შობის ვარსკვლავზე. იყო და არა იყო რა. ცაში ძალიან მაღლა ერთი ვარსკვლავი ცხოვრობდა. უდამაზესი ვარსკვლავი იყო. ისევე როგორც ბევრი სხვა მნათობი. ისიც ხივებს აფრქვევდა და ჯადოს ნორად ციმციმებდა და ციმციმებდა. შორს, ძალიან შორს, საოთხეში ერთი ანგელოზი ცხოვრობდა. ულამაზესი ანგელოზი იყო ისიც. ისევე როგორც ბევრი სხვა ანგელოზი. საოცარი ხმით ადიდებდა უფალს, გამუდმებით გალობდა და გალობდა. და აი, ერთ მშვენიერ დღეს ღმერთმა ვარსკვლავს უთხრა: პაწაწინა ვარსკვლავო, შობის დრო ახლოვდება. შენ ბეთლემის ვარსკვლავად უნდა იქცე. ყველაზე მანათობელ და ციმციმა ვარსკვლავად. მთელ დედამიწას უნდა მოჰფინო შენ სინათლე. მოგვებსა და მეფეებს, მოძღვრებსა და მწყემსებს, კეთილ ადამიანებს ყველას უნდა გაუნათო და უჩვენო ბაგას, სადაც ყრუნა ამაზღვარი იშვება. გაუხარდა ვარსკვლავს, თუმცა დაღონდა კიდეც. იფიქრა, განა შეიძლება უფრო მეტად ნათება, მე ხომ მთელი მოწოდინებით ვანთი ვარ და ვასხივებ. ამაზე მეტად წარმოუდგენელია ჩემნაირმა ვარსკვლავმა ანათოს. და მართლაც ასე იყო.
პატარა ვარსკვლავს მეტი შუქის მოფენა, ბრწყინვა და ციმციმი არ შეეძლო. ღმერთმა მასობაში ანგელოსაც განუცხადა: ჩემო საყვარელო ანგელოზო, მალე შობა დგება. შენ უნდა ექვსე შობის ანგელოზა. წახვიდე დედამიწაზე და ყველას სახარო მაცხოვრის შობა. მოგვებსა და მეფეებს, მოზღვრებსა და მწყემსებს, კეთილ ადამიანებს, ყველა საუწყო რომ ქრისტეს მახარებელი ხარ და ნუ გეშის სცე. ყველას უთხრა, ნუ გეშინიათ. კიდევ მაქვს შენთან ერთი სათხოვარი. სურს ბეთლემის ვარსკვლავს მიეხმარო. გაიხარა ანგელოზმა, შობის ვარსკვლავის საძებნელად გასწია. ბევრი იფრიდა თუ ცოტა ვარსკვლავიც დაინახა. უთვალავ მოციმციმე დათვობთა შორის უმალი ცნოის საოცარის ცხიმოს ანინათებით. ვარსკვლავი კი არა, თითქოს მადათობელი ბროლი იყო და მისი სხივდათელი სხეული გამჭვირვალე და მზინავ სიხარულის სრემლად ანათებდა. სალამი მომიწყნია, აი მოვედი, შესძახა გახარებულმა ანგელოზმა. ნუ რაფერი გადარდებს, შენს დასახმარებლად მოვფრინდი. მადლობელი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი დახმარება შეუძლებელია, ანგელოზო. თქვა ვარსკვლავმა მოწყენით. მე ბეთლემის ვარსკვლავად უნდა ვიქცე. 100-ჯერ მეტი ბრწყინვალ უნდა შევძლო, რომ დედამიწის უშორეს კუთხეშიც კი დამინახო ადამიანებმა. მთელი მომდომები ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდის, ფუჭია ჩემი მოწადინება. არა, სულაც არაა ფუჭი. შეეპასუხა ანგელოზი. აი მე ხომ სწორედ მაგნათებით ვიპოვე ამ ხელაცაში. შენი ნათება სხვა ვარსკვლავების ციმციმს როდი ჰგავს, მე ამდენ ნათობში გამოგარჩიე და მოგაკვლიე. ასეთ წმინდა და კამკამა სინათლეს, როგორცაც შენასხივებ, მანათობელი ბროლივით, არც ერთი სხვა ვარსკვლავი აფრქოს. კი, მაგრამ შენ როგორ დამეხმარები? შენ ხომ მანათობელი სხივებით არ ციმციმებ. სინათლე რომ მიწილადო? სამაგიეროდ ძალა შემიძლია გადმოგცე. ძალა. და გარწმუნო, რომ შენ მართლა ყველაზე მანათობელი ვარსკვლავი ხარ მთელს ზეცაში. თამამად გასტყორცნე სხივები. იციმციმე, აენთენ ნუ გეშინია. და აი სასწაულიც მოხდა. ისეთი ნათება დაიწყო პატარა ვარსკვლავმა. ისეთი ნათება, რომ უეცრად ყველა სხვა ვარსკვლავი გაუფერულდა და თითქოს გაქრაო. არც ერთი აღარ ჩანდა ცაზე. იფიქრებდით, სადღაც წავიდნენ გუნდ-გუნდადო. ხოლო ჩვენი პატარა ვარსკვლავი ბეთლემის ვარსკვლავად იქცა. ის ყველამ დაინახა დედამიწაზე. მოგვებმა, მეფეებმა, მოძღვრებმა, წყემსებმა, კეთილმა ხალხმა. ასე შეიტყვეს მათ ქრისტეშობის დადგომა. ყველა სუხაროდა და ერთმანეთს ამ სიტყვებს ახარებდნენ. ქრისტეშობას გილოცავთ, დიდება უფალს. 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 სესილი სადღობელაშვილი, ანდრია ქუმელაშვილი, მარიამ ნიაზაშვილი, ტატო ბაიდაშვილი, თაზო გოგალაძე, ლოლიტა ყაზიშვილი.